ივლისი მოდის შედარებით წყნარად, მაგრამ შიგნიდან მძლავრი ტალღებით. ეს თვე არ არის ფეთქებადი, თუმცა ყველაფერი, რაც ხდება, შენში გროვდება ღრმად და თანდათან გაძლევს შესაძლებლობას, აირჩიო, გაგრძელო ჩვეული გზით თუ შეცვალო მიმართულება. ინტუიცია ძლიერდება. მზე და მერკური კირჩხიბში ავითარებს შენს ემოციურ ინტელექტს, ხოლო თვის ასტრო, მოვლენები იძლევა სივრცეს, დაფიქრდე, დაიმშვიდო გონება და დააფასო ის, რაც უკვე გაქვს. სიყვარული. ივლისში შენი გრძნობების სიღრმეს იძენს. თუ წარსულში რაღაც ზედაპირული, მსუბუქი ურთიერთობებით კმაყოფილდებოდი, ახლა უკვე გინდა ის, რაც დაგამშვიდებს და შინაგან სიმხარეს მოგცემს. ურთიერთობაში მყოფი ტყუპები, იწყება რეალური სიახლოვე, პარტნიორთან მეტი სიღრმის და ნდობის სივრცე უნდა შექმნა, მოერიდე ირონიას და გაუგებრობას, გულწრფელობა მოგიტანთ ჰარმონიას. თავისუფალი ტყუპები, შესაძლოა, ივლისში შეხვდე ადამიანს, ვინც შენს გულისხმიერ მხარეს გამოაფხიზლებს, ეს თვე არ იქნება თავბრუდამხვევი ფლირტისთვის, მაგრამ სწორედ ეს ტემპი დაგაახლოებს ნამდვილ ადამიანებთან, შესაძლოა დაიწყოს რაღაც ისეთი, რაც ჯერ არაფერს გავს, მაგრამ შეგრძნება გეუბნება, სწორ გზაზე ხარ. არ ეცადო ყველაფრის ახსნას. უბრალოდ იყავი იქ, სადაც სიმშვიდეა. კარიერა და სწავლა. ივლისში შენი გონება მუშაობს, მაგრამ სიჩუმეში. ეს ის თვეა, როცა კარგად უნდა მოусმინო, რას გეუბნება შენი პროფესიული ინტუიცია. შეიძლება არ იყოს ახალი პოზიციების ან გარე შესაძლებლობების აფეთქება, მაგრამ იგრძნობ, სად აღარ ხარ საკმარისად ფასეული, სად გინდა რაიმე სახლებურად გაკეთება, რა სფეროსკენ გიზიდავს გონება ყველაზე ბუნებრივად. ზოგიერთი ტყუპისთვის ივლისი იქნება იდეების დაგროვების, სტრატეგიის გადახედვის და მოლოდინის თვე. შენ სტილს დაუბრუნდი, დააწყვე იდეები ისე, როგორც მხოლოდ შენ შეგიძლია. არ იჩქარო. ამ თვის გადაწყვეტილებები აგვისტოში ან სექტემბერში გამართლდება. ფინანსურად ივლისი შედარებით სტაბილურია, მაგრამ შენს ყურადღებას ითხოვს გონივრულ ხარჯვაზე, პირად სარგებელზე და ოჯახურ ვალდებულებებზე. მოსალოდნელია ხარჯები სახლთან, ინტერიერთან, ტექნიკასთან ან ახლობლის საჭიროებებთან დაკავშირებით. შესაძლოა გადაწყვეტო შენი დრო და ენერგია ფულად რესურსად აქციო, თუ სწორად დაგეგმავ, შედეგი ნელ-ნელა გამოჩნდება. ფული ივლისში მოდის არა როგორც პრიზი, არამედ როგორც პასუხი შენი ღირებულებების გააზრებაზე. ფული ემოციურად დახარჯე იმაზე, რაც მართლა ამშვიდებს ან გრძელვადიანად გიბრუნებს ენერგიას. ჯანმრთელობა და ენერგია. ივლისში შენი სხეული ბევრ არაფერს ამბობს ხმამაღლა, მაგრამ შიგნიდან სიგნალებს აგზავნის. შესაძლოა გადაიღალო, რომელიც გამნებრივი გადატვირთვით გამოიხატება. მოგიწევს ფიქრის სელექცია, არ იფიქრო ყველაფერზე ერთად. კარგი პერიოდია იოგას, მედიტაციის ან განმარტოებული გასეირნების დასაწყებად. მარსი კირჩხიბში შთაგაგონებს და ემორჩილო ბუნებრივ რიტმს, ანუ გაჩერდე როცა გინდა. მოიტოვე დღეები გეგმის გარეშე, უბრალოდ დაძინე, დაისვენე და დარჩი შენს თავთან. იღბალი და შინაგანი ძალა. ივლისში იღბალი შენს გარე აქტიურობაზე არაა აგებული, ის მოდის შინაგანი სიმშვიდიდან. თუ გაჩერდები და დაინახავ, რაზე ხარ მადლობელი, უფრო მეც მოიზიდავ, თუ არ გაუშვებ კონტროლის სურვილს, ვარსკვლავები გაგიხსნიან გზებს, სადაც ნაკლებად ელოდი. ეს თვე გაბრუნებს შენს ღირებულებებთან, შენ ხარ იღბლიანი, როცა იყავი ნამდვილი. ჩემს სიჩუმეში იმალება ყველაზე სწორი პასუხები, ეს თვე არ არის მყვირალა, არ არის სწრაფი და არც ცვალებადი, ის არის ღრმა, შიდა სიმშვიდის საძებნი. შეიძლება ბევრს არ გააკეთო გარედან, მაგრამ შიგნით იმდენს გაივლი, რომ ივლისის ბოლოს უფრო გამართული იქნები, ვიდრე ოდესმე.